საღამომშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. რუსეთ საქართველოს ომი, მისი წინაპირობები, ქრონოლოგია, სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ხელისუფლების მოქმედების დროს გამოვლენილი ხარვეზები. ასეთია 200 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც დღეს დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დადო. სამთვიანი მუშაობის შემდეგ პაატა დავითაია დასკვნას დღეს თითქმის 3 საათს კითხულობდა. ხარვეზები, რომელიც კომისიამ გამოავლინა და რეკომენდაციები, რომელსაც დეპუტატები მთავრობას აწვდიან. კომისიის დასკვნას კენჭი უნდა უყაროს საკანონმდებლო ორგანომ, რომლისთვისაც წლის მიწურული საკმაოდ დატვირთულია. პარლამენტს დეკემბრის ბოლომდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განხილვა ელის. დეპუტატებმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა მიიღონ. როგორ არის გაწერილი 2009 წლის ბიუჯეტი, ომის შედეგებისა და ფინანსური კრიზისის ფონზე და რას გულისხმობს ეკონომიკის გადარჩენის სტრატეგიული დოკუმენტი. ქართული გეგმა, როგორც მას იდეის ავტორებმა უწოდეს. დღეს პირველი თემა წარმოვიდგენთ. შესაძლებელი იყო თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება და რამდენად გამართულად იმუშავეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ომის დროს. საერთაშორისო კომისიის შეფასებამდე დასკვნას საპარლამენტო კომისია აქვეყნებს. უშიშროების საბჭომ ვერ განახორციელა მოსალოდნელი სიტუაციის ადეკვატური ქმედება და დროული დაგეგმარება. და შემდგომში უკვე 7 აგვისტოს დილიდან ფორსმაჟორულ რეჟიმში უწევდა მოქმედება. ჩვენთვის თავარია გამოსწორდეს სისტემა და ამ სისტემის გამოსწორების ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ საკადრო ცვლილება. საკადრო ცვლილებების ნაწილი განხორციელებულია, მე არ გამოვიწყავ გარკვეული გადაადგილებები დამატებით შეიძლება მოხდეს. რა მასალებზე იწყებს მუშაობას პროკურატურა და რა შეკითხვები დარჩა პასუხგაუცემელი. პაატა დავითაია პირველი თემის სტუდიაში. შემცირებული შემოსავლები და სოციალური სფეროსთვის გაზრდილი დაფინანსება. პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. შემოგვიყვება ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია ეს წარმოდგენილი იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში, დღეს საქართველოში არის. გათვალისწინებულია როგორც პენსიების ზრდა, ასევე მასწავლებლების ხელფასების ზრდა, ასევე გათვალისწინებული არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. სოფლიოში დაახლოებით ნახევარი წელიწადია სერიოზული გლობალური კრიზისი არსებობს. ჩვენ მთავრობას ამ კვირის დასაწყისში გაახსენდა ეგ საკითხი და გადაწყვიტეს შეცვლა ამ საკითხის. ჩემთვის ეს საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ ნახავთ რა პარამეტრებია შემცირებული, გამომატებული. რა პრიორიტეტები აქვს მთავრობას? რამდენიმე წუთში ფინანსთა მინისტრის პასუხები პირველი თემის შეკითხვებზე. აქვს თუ არა ხელისუფლებას ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ სპეციალური პროგრამა და რას ითვალისწინებს ეკონომიკის გადარჩენის ქართული გეგმა? ყველა მითის რომ ეს კრიზისი კარს იყო მომდგარი და ახლა უკვე ფაქტობრივად პიკს აღწევს, ჩვენ ახლა გავიგეთ რომ საქართველოშიც ეკონომიკური კრიზისი არის. უშინ გავიგეთ რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. ჩვენ შევძლებთ ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდეთ და უფრო გაძლიერებული გამოვიდეთ ამ სოფლიო კრიზისიდან. ვიდრე რეგიონის ბევრი ქვეყანა. ქართული გეგმა შედგება მრავალი გეგმისაგან, რომელიც ერთობლიობაში არის უკვე ასე ვთქვათ შექმნის გარკვეულ მოდელს იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკური. როგორ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული გეგმა მსოფლიო კრიზისის პირობებში? რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს გიორგი გოგუაძე უპასუხებს. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ დეპუტატი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია. საღამომშვიდობის ბატონო პაატა. დღეს ძალიან დატვირთული დღე გქონდათ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო პაატა, კომისიამ დაასრულა მუშაობა და დაიდო დასკვნა. გასცა თუ არა ამ დასკვნამ პასუხი ყველაზე მთავარ შეკითხვას? შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ომის თავიდან აცილება? ფაქტობრივად დასკვნის დაწერის პერიოდში და ინფორმაციის მიღების პერიოდში ჩვენ ნახეთ, რომ და ყველასათვის ცნობილია, რომ აგვისტოს მოვლენები და ეს საომარი ოპერაცია არ დაწყებულა აგვისტოს თვეში, ეს მოდის 90-იანი წლებიდან. მე შევეცადე დასკვნაში მეჩვენებინა ის თუ როგორ მზადდებოდა ეს აგრესია მტკიცებულებების დონეზე, თუ როგორ არღვევდა რუსეთი ყველანაირ შეთანხმებებს, რომელიც იყო დადებული, თვითონ იმ შეთანხმებებს, რომელსაც თვითონაც ცნობდა. აქედან გამომდინარე, ცალსახად ჩანდა, რომ ეს ომი იყო გარდაუვალი. მეორე საკითხია, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. მე ვფიქრობ, რომ ეს ამის თავიდან აცილება იქნებოდა ძალიან ძნელი, მაგრამ გარკვეული ხარვეზები, რომელიც აღმოჩნდა, ამან ალბათ უფრო დააჩქარა ეს ქმედებები. ხარვეზები უშუალოდ აგვისტოს მოვლენების დროს. მოვლენების დროს და მოვლენებამდეც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია სახელმწიფოში იძებება, ჩვენ ვხედავთ, რომ პროვოკაციები ხდება. ამ მომენტში კი არ ხდება დაგეგმარება, პოლიტიკური დაგეგმარება იგივე უშიშროების საბჭოს მიერ, რაც ხაზგასმული იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ
როდესაც ფაქტურად სახელმწიფოს საზღვრებთან განლაგებული რუსეთის შეერაღებული ძალები და 58 არმია გარკვეული ხარვეზები არის თავდაცვის დაგეგმარებაშიც ოპერაციების მომზადებაში. რა თქმა უნდა, აქ არ ელოდებოდა ამხელა დიდ აგრესიას, მაგრამ სიტუაციის პოლიტიკური დაგეგმარება უნდა განხორციელებულიყო. აქ ანუ იყო შესაძლებელი რა თქმა უნდა, განხორციელება პოლიტიკური დაგეგმარების შესაძლებელი იყო და სწორი ანალიზი იყო შესაძლებელი. ჩვენ ვხედავთ იგივე საგარეო საქმეთა უწყების მუშაობის პერიოდშიც ძალიან დიდ ხარვეზებს ახლა რეალურად ჩვენსაც გამოვითხოვეთ იგივე რუსეთის ელჩის საქართველოს რუსეთის ელჩის მოხსენებითი ბარათები ჩვენ ვხედავთ რომ აი ამ პერიოდში რაც ხდება ის არაფერზე არ საუბრობს, არ საფრთხეებზე არ საუბრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე არ საუბრობს. ჩვენ ვხედავთ რომ მეორე ელჩი ტოვებს თავის მოქმედების პერიოდს, საომარი მოქმედების პერიოდში ტოვებს თავის ადგილს და თვითნებურად მიდის. მაგრამ ჩვენ მუდმივად გვესმოდა რომ საგარეო უწყების და დიპლომატიური სამსახურის ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო ის ხარდაჭერა, რაც მიიღო ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ექსტრემალურ სიტუაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იყო ელჩების კოორდინაციის საკითხი, არ იყო შემუშავებული გეგმა თუ როგორ და ვინ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვხედავთ რომ არ იყო კოორდინაცია უშიშროების საბჭოში. ვინ როგორ უნდა იმოქმედოს კრიზისის სიტუაციაში, მაგრამ ბატონო პატა არ რეგულირებს კანონი. გამოყენებული იქნა, ასე დავსვათ მაშინ შეკითხვა, გამოყენებული იქნა თუ არა ყველა რესურსი იმისათვის, რომ შედეგად არ დამდგარიყო 2008 წლის 7 აგვისტო. თქვენ საკმაოდ ვრცლად მიმოიხილეთ, უსმენდა ამას ყველა, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციისთვის ქვეყნის საზღვრებთან. ძალიან ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ლაპარაკობ, ძალიან ძნელია ვარაუდის გამოთქვა, რა მოხდებოდა და რა მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ საცილებლიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ერთ რაღაცას. აგრესია როგორ დღე როგორ ხდება 1 აგვისტოდან უფრო ინტენსიურად დაბომბვები ქართული სოფლების. აქ ძალიან ძნელია ამის ყურება და ყურება იმისა, როგორ შემოდის ეს ქვეყნის ტერიტორიაზე შეერაღებული ძალები, როგორ ხდება აწიოკება ქართული მოსახლეობის და ფაქტურად ჩვენ ქონდა თავდაცვითი ომი, ეს რეალობა არის და ჩვენ ეს კომისიის მუშაობას ფორმატში ჩვენ ეს ვნახეთ. ეხლა მეორე ჩვენ მოიპოვეთ არა მარტო თქვა ჩვენი მიერ მოპოვებული ინფორმაცია, როგორც თქვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ან მინისტრებიდან, არამედ ჩვენ დავეყრდნით Human Rights Watch-ის Amnesty International-ის დასკვნებს, რაც ჩვენ შეგვეძლო. მეორე ჩვენ გადავართ თანამშრომლად საგამომძიებელო კომისიასთან, რომელიც არის შექმნილი საერთაშორისო საგამომძიებელო კომისია. მე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ჰაიდი ტალავინთან, ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან, მივაწოდეთ მას მასალებს და უშუალო შეხებები გვექნება ექსპერტებთან და მე დასკვნებში ჩვენ ჩავწერეთ, რომ თუ გამოვლენილი არის გამოვლინება სისხლის სამართლების დანაშაულებები იგივე ჩვენ მოთხოვეთ პროკურატურას რომ დასკვნის მეშვეობით რომ დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ სეპარატისტების გაარღვევა და მეორე თუ ქართულ მხარეს მხრიდან საჯარო ფორმულების მხრიდან არის რაღაც ქმედებები რომელიც ცილდება ყველა კანონებს დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება. რაც შეეხება სხვა ქმედებებს იმ ფაქტებს რომელიც ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ძალიან ძნელია ეხლა კიდევ ხოლმე ლაპარაკობ საზოგადოებას ჟურნალისტებიც, ვთქვათ, მასმედიის წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ საგამომძიებელო კომისიას. ჩვენ არ ვიყავით საგამომძიებელო. თქვენ არ იყავით საგამომძიებელო კომისია. დროებითი საპარლამენტო კომისია. ამიტომ სწორედ ამას უკავშირდებოდა ძალიან დიდი შენიშვნა. იქნებ უმჯობესი ყოფილიყო თავიდანვე შექმნილიყო საგამომძიებელო კომისია. სწრაფი ეს მასალები შეიძლება გახდეს საგამომძიებელო კომისიის შექმნის მასალები. ეხლა ეს დროებითი საგამომძიებელო კომისია, რომელიც არის საერთაშორისო, ამას აჩვენებს რა. ეხლა ჩვენ სწრაფად სამთვეში მოვახერხეთ შედეგები. ეხლა წარმოგიდგენთ საგამომძიებელო მუშაობის პერიოდში ამას უფრო დიდი დრო ჭირდება. ხო სწორია. ჩვენ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც შეგვეძლო მივიღო და ამ ინფორმაციის საფუძველზე ნახეთ ხარვეზები. რა ხარვეზებზე საუბარი? აი, იგივე კოორდინაციის საქმე, ხო? რასაც თქვენ გაუშვით ხაზი, კოორდინაცია სტრუქტურებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მარტისთვის არის სპეციალური დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო და საომარ მდგომარეობაში ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, ამის გეგმას და დადგენილი წესია კომისია იქნება. ასეთი ეს იყო ქაღალდზე, სიამოვნებაში შექმნილი არ იყო. მართვა ხდებოდა სწრაფ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში უწევდათ მართვა. რაც ყოველდღე მიუღებელია, რაც ჩვენ შედეგები ვნახეთ. ინსტიტუციური მიდგომები არ იყო რეალურად. ჩვენ ხედავთ მაგალითად იგივე დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე მოგვაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს, რაც მან თქვა ღია სტენოგრაფაზე, სტენოგრაფული ჩანაწერი არის იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაც კომპანიის უკან, რომელიც დაკავებული იყო ენერგოსფეროში, იდგა რუსული დაზვერვა.
ჩვენ როდესაც ვკითხეთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა პასუხი ვერ გასცა. ჩვენ როდესაც ვკითხეთ უშიშროების საბჭოს დიმას პასუხი ვერ გასცა. როცა ჩვენ ვკითხეთ ეკონომიკის მინისტრმა პასუხი ვერ გასცა. შემდგომ ჩვენ მივიღეთ წერილი დაზვერვის დეპარტამენტიდან, რომ ეს წერილი არა ეკონომიკის სამინისტროს მიუვიდა, არამედ ენერგეტიკის სამინისტროს მიუვიდა. ეხლა ეს ჩემს კომპეტენცია ცილდება, ეხლა თუცა გადაცემაზე შემოვდიოდი, გავიგე რომ ენერგეტიკის მინისტრს გაუკეთებია რაღაც ბრიფინგი. ეთყობა ხედა. მოდი, მაშინ მოვისმინოთ ბატონო პაატა. მაყურებელმაც მოისმინოს ეს კომენტარი და შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი. ეს არის ასე ვთქვათ სრულად საიდუმლო გრიფით გამოგზავნილი წერილი, რომელზეც ისევ და ისევ მოხდა რეაგირება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, ისევ როგორც ყველა სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით და ისევ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ თუ ამ საკითხთან, ან სხვა ნებისმიერ საკითხთან კითხვები ქონდა ბატონ დავით აიას, თავისუფლად შეეძლო მას მივეწვიე და ესვე ეს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ. მიუხედავად ამისა, თუ რადგან ეს აქამდე არ მოხდა, აწის და მომავალში ზათავარ ნებისმიერ კითხვას, ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი. ანუ ტენდენციური იყო რატომ არ მოусმინა ენერგეტიკის მინისტრის კომისია? კატეგორი ვერ არკვევა იმაში რა ხდება სახელმწიფოში საერთოდ და რა არის დროებითი საპარლამენტო კომისია. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ღია მოსმენების არ არის დავით აიას კომისია. ჩვენ კითხვებს სვამდით ყველა, ჩვენ კითხვებს ვაგროვებდით საზოგადოების მხრიდან, ხეთაგური ადევნებდა სვალყურს, იგივე თუ ადევნებდა, თუ სხვა რაღაც სხვა საქმეებით არ იყო დაკავებული, რომ ჩვენ დაუსვით ეს კითხვა დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჩვენ დაუსვით ეკონომიკის მინისტრს და აქედან გამომდინარე ხეთაგური არ იყო მონაწილე საბრძოლო მოქმედებების, ხაზს უსვამ, როცა ჩვენ სხვადასხვა ჩვენებები მივიღეთ, აქედან გამომდინარე ვაგზავნით ამ ფაქტს გენერალურ პროკურატურაში და გენერალურ პროკურატურის წინაშე ფაქტები გენერალურ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმიანობა, იმიტომ რომ ფაქტები, რომელსაც თქვენ უგზავნით შესაძლებლად გენერალურ პროკურატურას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, ვერც პრემიერ-მინისტრმა, ვერც უშიშროების საბჭოს დივანმა, ვერც ეკონომიკის მინისტრმა ვერ გასცა ნორმალური პასუხი. ფაქტები, რომელსაც თქვენ უგზავნით შესწავლის მიზნით გენერალურ პროკურატურას, ნიშნავს თუ არა ამ ფაქტებში დაფიქსირა ამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს თუ ეს არის უკვე გენერალური პროკურატურის პრეროგატივა. გენერალური პროკურატურა გამოიძიებს ამ ფაქტს და ხეთაგურმა გასცეს იქ პასუხები. ხა მე აქ ის არ მქონდა ანუ მხოლოდ ეს რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა ისეთი რომელიც შეიძლება დაიწყოს სისხლის სამართლებრივი მოკლება. მე ტელეშოუ არ მქონდა რომ ხეთაგური დამემბარებდნენ და მაგის რაღაც კაპრიზებზე კითხვები გამეწვა. ამიტომ გასცეს სამართალდამცავებთან. რაც შეეხება ტელეშოუს სხვათაშორის ძალიან ხშირად უწოდებდნენ ოპონენტები თქვენს კომისიას განსაკუთრებით მას შემდეგ რაც იყო ეროსი კიწმარიშვილის მოსმენა და განსაკუთრებით იმას მოყვა ასეთი შეფასებები, რომ თქვენ პოლემიკაში შეხვედით მასთან. არა, პოლემიკაში ამაზე არ არის საუბარი, რაც შეეხება შოუს ლაპარაკებით ძალიან ძალიან ყოველთვის მარტივია ოპონირების გაწევა, თქვა რაღაც კრიტიკის დარგში, მაგრამ ეს იყო პირველი ისტორიაში პარლამენტარული დროებით საპარლამენტო კომისია, რომელიც მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. და ხაზი გაუსვა იმას. იგივე კიწმარიშვილის მიერ არანაირი ტენდენცია არ იყო, როდესაც ღიად ჩანდა, როდესაც დოკუმენტები, რომელიც მე მაგიდაზე მედო იყო სულ სხვა რაღაცა, მე ბოდიშვიხტი რაც ქონდა კიწმარიშვილის როდესაც მას ადრკალა მიესრულეთ, ეს არ უნდა ყოფილიყო, ეხლა ძალიან ძნელია სხვა კომისიის წევრები გავაკონტროლოთ, მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მას ესაუბრა თუ ამას ხედავდა ვინმე, მაგრამ ფაქტი იყო, ერთი საზოგადოება მეტყობა ამ დაძაბულ რეჟიმში ვერ გაიგო ის, რომ ერთი რაც დოკუმენტებში წერია, მეორე რასაც საუბრობენ, ამის შემდგომ, ამიტომ ის მასალების სტენოგრამა ხალხთა საზოგადოებამ მიიღო თითქოს და ეროსი კინწმანიშვილის წინააღმდეგ ხდებოდა რაღაც და არანაირი წინააღმდეგ მის წინააღმდეგ არ ხორციელდება, პირიქით ჩვენ მივაწოდეთ გადავიცით სტენოგრამა, სადაც ჩემს კომპეტენცია ცილდება ვინ არის ლიდერშიპები. ბატონო პატა. კომპეტენცია ცილდება ვინ არის. ამიტომ კი, ეხლა შენიშვნებია დასკვნაში სტრატეგიული დაგეგმარების არასათანადო დონეზე და გენერალური შტაბის მხრიდან საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვის სისუსტეზე. ომის შემდეგ შეიცვალა გაერთიანებული შტაბის და მისი რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს საკადრო ცვლილებები ადეკვატური იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამ კონკრეტულ პირებს ომის შემდეგ დაეკისრათ? მოდი თქვათ ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ კომისია შეეძლო მხოლოდ და ჩვენს აღნიშნულ დასკვაში შეგვეძლო მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი და ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სანამ დავაყენებდით, ფაქტურად განხორციელდა ცვლილებები. საქართველოს პრეზიდენტმა განახორციელა ცვლილებები და მე ვფიქრობ, რომ სწორიც იყო, იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიძახი რა ცვლილებები განხორციელდა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. რას გულისხმობთ? მოდით განმარტეთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში. ეს ადამიანები, რომლებიც შეიცვალნენ არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნა. ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს უმრავლესობის წარმომადგენლებს უნდა კითხოთ და ხელმმართველ გუნდს, მაგრამ მე შემიძლია თქვა, რომ რეალურად
ის ქმედებები რაც იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს მათი თანამდებობის დატოვებას, მაგრამ მეტი არაფერს. და რეალურად პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი ამ ფორმატში ხაზი მინდა გაუსვა. დადგა მათ მხრიდან ეხლა საწავიდა ის ხალხი ეს უკვე კითხვები ჩემს მიმართ არ არის. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება იმ მიმართულების ის ხარვეზები რაც იყო იგივე აღმოჩენილი ჩვენ თქვით რომ დაზვერვას ეკონომიკის სფეროში ენერგეტიკის ჩვენ თქვით თქვენ ახსენეთ ასევე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების არაადეკვატური ქმედება. თუ კოდორში შეიქმნა შინაგანჯარის და მოსახლეობის ევაკუაციაზე პრობლემა, ანალოგიური პრობლემა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე ასევე იყო შიდა ქართლის სოფლებში. ამ ხრივ როგორი იყო ამ რეგიონის ადმინისტრაციის მუშაობა? ეს რატომ გამორჩა კომისიას? არა, თქვენ ვერ მოусმინეთ. ევაკუაციის პრობლემებზე არ არის კოდორის ხეობაზე, აქ ასაუბარი იმაზე, რომ მართველი გუნდის წარმომადგენელი, მართველი მთავრობის წარმომადგენელი ვერ ადის კოდორის ხეობაში, როდესაც მეორე მართველი საკანონმდებლო ხელისუფლების იქაა და ის ჩამოდის. ჩვენ კომისიაზე მივიღეთ პასუხი, რომ ვერ ავიდა მთავრობის თავმჯდომარე, იმიტომ რომ გზადაბო საფრთხის ქვეშ იყო, ამ მომენტში ჩამოდის იქიდან მეორე მართველი ჯგუფის წარმომადგენელი. ესე იგი, რეალურად არაადეკვატა ბათუმში ხდება მათი განლაგება. ხა ბათუმში ვის რა ისაქმება, ხა მე არ ვიცი. შეიძლება მართლა რაღაც საქმე ქონდა, ამიტომ ეს არაადეკვატური მოქმედება ცილდება ჩემს კომპეტენციას დროებით საპარლამენტო კომისიის, იმიტომ რომ ამას შეიძლება გამოძიება, რა ხდებოდა რეალურად. დაწყებული ევაკუაციით დამთავრებული სხვა ქმედებები. ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ბატონო პატა, თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ, რომ ეს ცილდება დროებით საპარლამენტო კომისიის კომპეტენციას, ეს არაერთხელ არის ხაზგასმული დასკვნის. მე კიდევ ერთხელ დავაბრუნდები, მაშინ თუ ეს არის საფუძველი, მხოლოდ საფუძველი შეიქმნა იმისთვის, რომ დროებით საგამოძიებო კომისია შექმნილიყო უკვე. დროებით საგამოძიებო კომისიაზე ვარესი არის ის, რომ ეს საქმე მიდის პროკურატურაში. დროებით საგამოძიებო კომისიის საქმეებიც, რომელსაც ის გამოიძებდა, გადაეცემოდა რეაგირებისათვის პროკურატურას. და ჩვენ ამის გვერდით პირდაპირ გადავეცეთ ახლა თოაკი არ გავწელეთ. ამიტომ პროკურატურას ახლა მე დასკვნას რომელსაც დაურთავთ ჩემ წერილს და სტენოგრაფიულ ჩანაწერებს ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას ორშაბათს და ის დაიწყებს გამოძიებას. ახლა ეგ ცილდება კომპეტენციას. კიდევ ხაზს გაუსვამ საგამომძიებო კომისია რომელიც იმუშავებდა, ის კი არ დააყენებდა რაღაც საკითხებს და ვიღაცა ჩამოახჩევან და აიჭიროდა გამოვიჭი. ის გადაეცემოდა ისო პროკურატურას. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ანუ თუ ტალიანის გამოითქვა ასეთი მოსაზრებებიც ოპოზიციონერი წევრების მხრიდან, იგივე კომისიის წევრების მხრიდან, რომ როდესაც ტალიანის კომისია დაასრულებს მუშაობას, შეიძლება ისევ დადგეს უკვე საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს კიდევ მე ხაზი გავუსვა, ჩვენ ჩავწერეთ დასკვნაში, რომ დაიწყოს პროკურატურამ ამ თუ გამოვლინდა ეს დანაშაულებები, დაიწყოს გამოძიება. ესე იგი, ჩვენ უფრო ვაჩქარებთ პროცესს, შეიძლება ასე ითქვას, თუ პარლამენტის კომისიამ 7 თვის თავზე რომელსაც ის დღეს იძიებს და გამოავლინდა რაღაც ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადენის მომენტთან დაკავშირებით. მაგალითად რა არის ეს? ეს არის იმ კანონმდებლობითაც სარგებლობს დღეს ქალბატონი ჰაი ტალიანი ეხება ომის პერიოდში ჰუმანიტარული სამართლის და თქვა ომის წარმოების კანონების დარღვევას. ამიტომ ამ ფაქტებზე ჩვენ რა თქმა უნდა დავასრულოთ საუბარი, ბოლო კითხვა უნდა დავსვათ, თქვენ ამბობთ რომ უნდა ვიჩქაროთ, რასაც ახსენეთ. ძალიან ხომ არ იჩქარეთ მაშინ, როდესაც თქვენ საჯაროდ წაიკითხეთ 7 აგვისტოდან საზღვრის გადამკვეთთა თუ გადმოკვეთა სია. მაშინ, როდესაც დღეს ამბობთ, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირს პრეზიდენტისა და პრემიერის ნებართვის გარეშე ქვეყანა არ დაუტოვებია, მაგრამ მაშინ ეს თანამდებობის პირები თქვენ ჩამოთვალეთ. პოლგარი განმარტებების გარეშე. არა, გეტყვით რატომ? იმიტომ ჩვენ როდესაც მივწერეთ 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩატა, არაფერი არ მიჩქარია. 7-დან 14 აგვისტოს ჩართული ჩვენ მივწერეთ დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ვინ გადაკვეთა საზღვარი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე მომგვაწოდა სია 7-დან 14 აგვისტოს ჩართვით, ვინ გადაკვეთა, ვინ გადმოკვეთა. მე სია წავიკითხით თავიდან არაფერი დაჩქარებული არ ვიყავ. მაგრამ მაშინ არ ყოფილა განმარტებული რატომ გადაკვეთას ან გადმოკვეთას საზღვარი პირები. ჩვენ წავიკითხეთ სია, შემდგომ განმარტეთ ვანახეთ ის იყო, ამის შემდგომ კომისიამ ჩაატარა ახლა განმარტებები. დაყო რამოდენიმე მიმართულება. პირველი მიმართულება იყო ვინც შემოვიდა, მეორე მიმართულება იყო ვინც შევიდა და გავიდა მინისტრები და მესამე მიმართულება იყო ვინც გავიდა საერთოდ. ამიტომ ჩვენ ჩამოვართვით ახლა განმარტებები წერილობით სახით, სადაც იყო მივლინების ბარათები, რომელიც დაწყებული ავიაბილეთებიდან მოვატანით ყველაფერს ამ ადამიანებს და ბრძანებები პრეზიდენტის მივლინებასთან დაკავშირებით, მაგალითად იგივე ენერგეტიკის სფეროში მივლინებული თუნ აზერბაიჯანში ყველაფერი იყო მოძიებული. რაც შეეხება დეპუტატების ის სია, რაც ჩვენ გქონდა და რაც იყო გასულები, ბევრი იყო ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენ ბილეთებიც კი მოვატანიეთ, თუ როდის იყო ეს ნაკედი, იყო იმ დღეებში ნაკედი თუ არა, ესე იგი
ფაქტურად ამოვწვრით ის მასალა რაც ჩვენ მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ პაატა დავითაია. 1 მილიარდით ნაკლები 2008 წელთან შედარებით ბიუჯეტი მცირდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალურ სფეროს ჯანდაცვას და საგადასახადო შეღავათებით ბიზნესის ხელშეწყობას განსაზღვრავს. რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური უპასუხებს. დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში, ამჯერად ჩვენი გადაცემის შეკითხვას ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური უპასუხებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება ფინანსთა სამინისტროდან. ბატონ ნიკა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ბატონ ნიკა, წლევანდელთან შედარებით შემცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი რამდენად მორგებულია იმ ვითარებას, რომელშიც ქვეყანა ომის შემდეგ და ფინანსური კრიზისის ფონზე აღმოჩნდა? პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხარჯების მხრივ, იმ ხარჯების მხრივ, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის, სოციალური მდგომარეობისთვის, ბიუჯეტი შემცირებული არ არის, პირიქით გაზრდილია. რეალურად შემცირებულია ევრობონდის ნაწილი, რომელიც ამ წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული შესაბამისად, ეს 500 მილიონი დოლარით არის შემცირებული მომავალ წელთან შედარებით. მომავალი წელი შემცირებულია წლევანდელ წელთან შედარებით. გარდა ამისა, მეორე შემცირება, რაც არის ამ წლის 2009 წლის ბიუჯეტში, ეს არის თავდაცვის ხარჯები. ხოლო მეორეს მხრივ, ის ხარჯები, რომელიც არის აუცილებელი დასაფინანსებლად ქვეყნის ეკონომიკისთვის და გარკვეული мотиваცია იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, სტიმული იქნება ეკონომიკისთვის, ეს არის პირიქით გაზრდილი. მაგალითად გეტყვით თქვენ, რომ მაგალითად ინფრასტრუქტურაზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე მომავალ წელს ჩადებულია 518 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც 2008 წელს იყო 290 მილიონი და გასულ წლების განმავლობაში არასდროს 290 მილიონზე მეტიც არ ყოფილა. მომავალ წელს ეს არის 200 მილიონი 210 მილიონით არის გაზრდილი ეს ხარჯი, გარდა ამისა ასევე გაზრდილი არის სოციალური ხარჯებიც, მაგალითს გეტყვით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები იყო წელს 2008 წელს 1.390 მილიონი ლარი, მომავალ წელს კი განსაზღვრულია ეს ხარჯები 1.566 მილიონი ლარით. ბატონ ნიკა, თუ ბიუჯეტი არის ორიენტირებული სოციალურ მიმართულებაზე, რასაც არაერთხელ გავუსვათ მთავრობის წევრებმა ხაზი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ იზრდება რამდენიმე ასეული მილიონი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მაშინ ამ ფონზე რატომ ჩერდება ჯანდაცვის ზოგიერთი პროგრამის დაფინანსება? ხაზი განსხვავებულია, რომ ორი ძირითადი მიმართულება გააჩნია ბიუჯეტს. რა თქმა უნდა, გარკვეული ეკონომიკური პრობლემები ქვეყანას აქვს და გარკვეული ეკონომიკური პრობლემები ქვეყანას ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ბიუჯეტი მოვარგეთ ამ სიტუაციას, ამ რეალობას, რომელიც ახლა არის საქართველოში და ამის გათვალისწინებით ორი ძირითადი მიმართულება დაფინანსებული. პირველი მიმართულება ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის ისეთი პროექტები, რომელიც რეალურად გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ძირითად რეგიონებში, ისე როგორც დედაქალაქში, ეს არის ლაპარაკი საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ლაპარაკი ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ეს არის როგორც საბიუჯეტო თანხები, ასევე ანუ ძირითადად ამ მიმართულებით იგეგმება დასაქმების სამუშაო ადგილების გაზრდა, ბატონ ნიკა. შეიძლება ერთი ნაწილი სწორედ ეს არის და მეორე ნაწილი, რომელიც არის სერიოზულად გაზრდილი, ეს არის სოციალური დახმარების ნაწილი. აქაც მინდა ხაზი გავუსვა ორ მთავარ ფაქტორს. პირველი, ჯანდაცვის ნაწილში ჩვენ გადავდივართ სადაზღვეო სისტემაზე. სადაზღვეო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ რეალურად სახელმწიფო დააზღვევს თავისი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. პირველ რიგში ეს ექნება 900.000 ყველაზე გაჭირვებული სიღარიბის ზღვარს ქვევით ყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც იქნება მომავალ წელს დაზღვეული. მაგალითად, ეს ციფრი გასულ წელს იყო სულ 150.000, წელს უკვე 700.000-ზე ავედი და მომავალ წელს ჩვენ დავაზღვევთ 900.000 ჩვენს ყველაზე ღარიბ თანამოქალაქეს. გარდა ამისა, დაზღვეული არის პოლიციის თანამშრომლები, დაზღვეული არიან სამხედროები, დაზღვეული არის მასწავლებლები, დაზღვეულები არიან ასევე სხვა რამოდენიმე ფენა ასევე. ბატონ ნიკა, რაც შეეხება რამდენიმე პროგრამის დაფინანსების შეჩერებას. მაგ მივდივარ ზუსტად. შესაბამისად, ჩვენ რეალურად ჯანდაცვის ბიუჯეტი, ანუ ის თანხა, რაც ჯანდაცვის სფეროში ბიუჯეტიდან შევა, გაზრდილია, საგრძნობლად გაზრდილია. და იმის გამო, რომ გადავდივართ ჩვენ დაზღვევის სისტემაზე, შესაბამისად ჩვენ აღარ გვჭირდება რამოდენიმე ჯანდაცვის პროგრამები, ჩვენი პრინციპი არის შემდეგი, რომ ის გავაუქმოთ ის პროგრამები, რომლებიც რეალურად სადაზღვეო ბიზნესმა შეიძლება თავის თავზე აიღოს და დავაზღვევთ ჩვენი თანამოქალაქეები. რამდენად მოქნილი სისტემა იქნება ეს თავად მოქალაქეებისთვის, ბატონ ნიკა? ჩემი აზრით, ბევრად უფრო მოქნილი იქნება, ვიდრე არსებული სისტემა. თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ მართალია არის საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები, დღესაც აცხადებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის მსოფლიო კრიზისი, საქართველო არის ბევრად სასარგებლო მდგომარეობაში. იმ ფონზე, როცა დიდი ქვეყნები, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები განიცდიან მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენას და მის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ საქართველო არის ბევრად სასარგებლო მდგომარეობაში, ხომ არ არის ერთგვარად მოსახლეობის მხოლოდ დამშვიდების მცდელობა? არა, არანაირად, თქვენ შეგიძლია მაგალითები მიიღოთ.
აიღოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონში არ დავასახელ კონკრეტულ ქვეყნებს, შემიძლია დავასახელ კიდევაც, მაგრამ ასე ჭიროა ინფლაციის დონე 25-30%-ია, კურსი აბსოლუტურად გაშვებულია, რეალურად ჩამოშლილია საფინანსო სექტორი გვერდზე მეზობელ ქვეყნებში და რეგიონში, მაშინ როდესაც საქართველოში არაფერი არ ხდება, რეალურად პირიქით საკმაოდ მყარი ეკონომიკური მდგომარეობა, საბანკო სექტორმა დაამტკიცა, რომ ძალიან მყარია საქართველოს საბანკო სექტორმა, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გადათვალისწინებელია დონორთა დახმარების 4.5 მილიარდი დოლარიანი დაპირება, რომელიც რეალურად ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე ასე ვთქვათ, ჩამოვიტანოთ ინვესტიციების სახით საქართველოში და ესეც რა თქმა უნდა გარკვეულ დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყნის ეკონომიკას ისევე როგორც ინვესტორებს. სწორედ ფინანსური კრიზისის ფონზე გამოითქვა ოპოზიციის მხრიდან დღეს შენიშვნები, ისინი აცხადებენ, რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე მუშაობა ძალიან დაგვიანებით დაიწყო საქართველოს მთავრობამ. სამწუხაროდ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მთელ სოფლიოზე უფრო ადრე დაგვეწყო ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა. ეს გამოწვეული იყო აგვისტოს რუსეთის რეალურად ოკუპაციით საქართველოს გარკვეულ მაგრამ ამ შემდეგ დაიწყო ფინანსური კრიზისი. დავამთავრებთ თუ შეიძლება. ამის შემდეგ რეალურად ჩვენ სექტემბერში უკვე შემუშავებული გქონდა საკმაოდ კარგი გეგმა ეკონომიკური პრობლემების დაძლევის. სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო და სწორედ ამიტომაც განვახორციელეთ ჩვენ იგივე სავალუტო ფონდის პროგრამა, IMF-ის პროგრამა, რომელიც მიხედვით 750 მილიონი დოლარი მოვიზიედეთ. სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო და ამიტომ განვახორციელეთ ჩვენ ბრიუსელის კონფერენცია, რომლის მიხედვით 4.5 მილიარდი დოლარი გვაქვს რეალურად შეპირებული დონორი ორგანიზაციებისგან და რეალურად კი ამის შემდეგ მოხდა დამატებით მეორე ტალღა, ასე ვთქვათ, მსოფლიოს საფინანსო კრიზისი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ძირითადი ფაბულა, ძირითადი გეგმა ეკონომიკური პრობლემებთან ბრძოლის უკვე ჩამოყალიბებული ქონდა, რა თქმა უნდა დამატებითი ფაქტორები არის გათვალისწინებული და ამას ვითვალისწინებთ კიდევაც და ეს გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ კიდევაც ამ ბიუჯეტში, ამ ვარიანტში, მაგრამ ის რომ იმის ლაპარაკი რომ ქვეყანას არანაირი გეგმა არ ქონდა, ნამდვილად ამას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ დავასწარით კიდევაც სოფლიოს რამოდენიმე დღით, რამოდენიმე კვირით, რამოდენიმე თვით, აი სწორედ ამ აგვისტოს მოვლენების გამო, აი ამ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებში. დავამთავრებთ თუ მაგალითს გეტყვით, საქართველოს 750 მილიონი დოლარი აიღო IMF-ისგან, ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დაწყისში, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ხელი ქონდა მოწერილი კონტრაქტებს, როცა უნგრეთი, უკრაინა, პაკისტანი და სხვა ქვეყნები ჩვენ რეგიონში მიდიოდნენ IMF-ში მოსაპარაკების დასაწყებად და მათ ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდე დასრულებული არც აქვს მოლაპარაკება. კიდევ ერთი შენიშვნა ბიუჯეტი დღეს გააკრიტიკა ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ფინანსთა მინისტრი. იგი აცხადებს, რომ მთავრობის არასწორი გაანგარიშებები, რომელიც თან ახლავს 2009 წლის ბიუჯეტის პროექტს, საგადასახადო შემოსავლების 700-800 მილიონი ლარით გარღვევას გამოიწვევს და შეუძლებელს გახდის რეალურად სოციალური და სხვა მიმართულებების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება, ეს გაანგარიშებები გათვლილი და დაყრდნობილი როგორც ფინანსის სამინისტროს, ასევე ეროვნული ბანკის და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლილების. ამიტომ მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბატონიკა, კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ რეალურად 2009 წელს ეკონომიკის 5-დან 7%-მდე ვარდნა მოსალოდნელი და ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში ეკონომიკის ზრდა არის ჩადებული 2.5% და თქვენ საუბრობთ, რომ ინვესტორებისთვის საქართველოში გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი, კერძო დივიდენდზე გადასახადის შემცირება მისცემს სტიმულს ინვესტიციებს. იმ შემთხვევაში თუ გამართლდა უარყოფითი პროგნოზები, რამდენად იქნება მზად ქვეყანა უპასუხოს ამ გამოწვევებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირი სცენარები გვქონდა გათვლილი, მუშაობდით როგორც მინუსიან სცენარზე, ასე ვთქვათ, ეკონომიკის მინუსიან განვითარების სცენარზე, ასევე ყველანაირი სხვადასხვა სცენარზე. ბოლოს ჩვენ შევჯამდით, რომ რეალურად ის ეკონომიკური ზრდა, ის ეკონომიკური ტემპები, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ეროვნულ ბანკთანაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც შეჯამდა, რომ იქნება მომავალი წლის ზრდა დაახლოებით 2.5%. მე თან მიტყვილს არ არის დიდი ზრდა. საქართველოს იზრდებოდა 8-9-10%, 12%-იანი ზრდა იყო მაგალითად გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის სინამდვილეში 2.5% არც თუ ისე მაღალი ციფრია და მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეულ დადებითი ციფრია იმ ფონზე, რომელიც ახლა მსოფლიოში განვითარებულია. მაგრამ ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში აი დავუშვათ რამდენიმე პროცენტიანი ვარდნისა და ინვესტიციების შემცირების შემთხვევაში. დიდი რეზერვები გააჩნია ქვეყანას, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ხაზინას, ორივე საკმაოდ დიდი რეზერვებია, იგივე თქვათ ეროვნულ ბანკის რეზერვები ახლა 1.440 მილიონზე მეტია. და გარდა ამისა კიდე აქვს სავალუტო ფონდის დამატებითი რეზერვების გამოყენების საშუალება. მაგრამ ამ სცენარს მე გამოვიწყე, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ყველაზე რეალისტური სცენარი გამოვიყვანეთ იმ ეკონომიკიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში სუპერს.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნიკა, გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური პასუხობდა. თქო, განვაგრძობთ გადაცემას. ქართული გეგმა მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტებისა და წამყვანი დარგების განვითარების მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სპეციალური გუნდი იმუშავებს. იქნება თუ არა ახალი გუნდის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია განსხვავებული ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკისაგან. პირველი თემის შეკითხვებს რამდენიმე წუთში თავად იდეის ავტორი გიორგი გოგუაძე უპასუხებს. პირველი თემა კლუბ პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ დეპუტატი გიორგი გოგუაძე. საღამომშვიდობის ბატონო გიორგი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ წარმოადგენთ პროექტი, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას გუნდი და იმუშაოს მან ეკონომიკის გარკვეული სტრატეგიის შემუშავებაზე, ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გადარჩენისათვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ახლო მომავალში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც როგორც თქვენ ამბობთ, თითოეულ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალება. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ პირველ არხზე ესეთი რეიტინგული და საინტერესო გადაცემა ჩამოყალიბდა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება თვითონ გეგმის, ასე ვთქვათ, განვითარების გარემოს, ჯერ ალბათ ამაზე საკმაოდ ნაადრევი არის საუბარი, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ მოვახდინებთ იდეის დეკლარირება თუ რა პრინციპებით და რა პრიორიტეტებით უნდა ჩამოყალიბდეს გეგმა და ალბათ გეგმის დასრულების პერიოდში უფრო გამოჩნდება რეალურად იქნება თუ არა საქართველოს მზად იმ პერიოდისათვის, რომ ეს გეგმა განახორციელოს. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ მართლაც საკმაოდ ბევრი ფაქტორი იქნება დამოკიდებული იმაზე, რომ აი ეს გეგმა, რომელიც ბუნებრივია იდეალური არაფერი არ არის, მაგრამ მიახლოებული იქნება იმ ოპტიმალურ გეგმასთან ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, იმ პერიოდში გააჩნია რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. მართალია ეს იდეის დონეზეა დეკლარირებული, მაგრამ ალბათ არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომ რა მიმართულებითაც უნდა იმუშაოს ამ გუნდმა, ალბათ იქნება ეს ჩამოყალიბებული, რა დარგების განვითარებაზე ფიქრობთ მუშაობას? ბუნებრივია, ჩვენ და ტელემაყურებელმაც კარგად იცის, რომ არ არსებობს ალბათ დარგი, რომელიც გარკვეულწილად სხვა დარგზე დამოკიდებული არ იყოს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური გეგმა გაკეთდეს და ზუსტად ქართული გეგმაც იქნება შემდგარი ძალიან ბევრი ქვეგეგმებისაგან დარგების მიხედვით და დარგებში კიდევ მრავალი გეგმა იქნება, რომელიც საბოლოო ჯამში შეკრავს ჩვენ ქართულ გეგმას. ვინაიდან მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ დაუშვათ სოფლის მეურნეობა, რომელიც ბუნებრივია რომ პრიორიტეტი იქნება ჩვენი გეგმისა, სოფლის მეურნეობაც ვერ განვითარდება თუ მას გადამამუშავებელი სიმძლავრეები არ მოყვა, თუ არ განვითარდა ინფრასტრუქტურა, თუ ლოგისტიკა არ განვითარდა, თუ მელიორაცია არ განვითარდა და ასე შემდეგ. ამიტომ თითოეული დარგი გარკვეულწილად ერთმანეთთან არის დამოკიდებული. ამიტომ პრინციპში პრიორიტეტები ამ პერიოდისთვის ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ესეთი მაგალითად იგივე როგორც სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა არის, მომსახურება არის, ტურიზმი და ასე შემდეგ. თუმცა დეტალებში წასვლის დროს რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო ძალიან საინტერესო ახალი იდეები ჩნდება და არ არის გამორიცხული, რომ ისეთი ახალი პრიორიტეტები მივიღოთ კვლევის პერიოდში, რომელიც ჯერჯერობით საქართველოსთვის უცნობია. ბატონ გიორგი, ეს ის მიმართულებებია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ისედაც ასახელებს თავის მთავარ პრიორიტეტად. იქნება თუ არა თქვენი გუნდის ამ ქართული გეგმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებული ამჟამად არსებული ეკონომიკური პოლიტიკისგან? დიახ, მე მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რომ ქართული გეგმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოვიაზროთ გარკვეულწილად კონკურენტად იმ გეგმებისა, რომლებიც არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ დღეს მთავრობას საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს და ბევრი ისეთი პრობლემა არის, რომელიც მოკლევადიან ტაქტიკურ პერიოდში უნდა გადაწყდეს და ქართულ გეგმა კიდევ აბსოლუტურად პირიქით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულია და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვროს ამ გეგმაში, ამიტომ ეს თანხვედრაში ერთმანეთთან არ არის. ამიტომ პრინციპში ის პრიორიტეტები, რომლებიც არსებობს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი საკმარისი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერიც არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% არის ტყით დაფარული, რომელიც ასევე რესურსი არის, წყლის რესურსი არის ძალიან დიდი, ბოლო კვლევით დაახლოებით 65 მილიარდი კუბომეტრი წყალი არსებობს, მარაგი და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ისეთი საზარგებო წიაღისეულები, როგორც არის სპილინძი. ეს ყველაფერი არ იყო აქამდე სათანადოდ ათვისებული. იცით რა არის გრძელვადიან გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანია გაიწეროს თუ რაციონალურად როგორ უნდა მოიხმაროს ქვეყანამ თავისი ასე ვთქვათ რესურსები.
და პრობლემა რა არის რეალურად რომ ხა ამგვარი გეგმის შემუშავება რომ 90-იან წლების დასაწყისში ყოფილიყო მე ვფიქრობ რომ იგივე პოლიტიკური ატმოსფეროც გაცილებით უფრო მშვიდი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და სოციალური ფონიც უფრო სხვანაირი იქნებოდა ხო ვინაიდან ძალიან საინტერესო არის და მნიშვნელოვანია ქვეყანამ განსაზღვროს არა მარტო დაუშვათ ერთწლიანი და ორწლიანი პროგრამები არამედ უფრო გრძელვადიანი და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება რომ თვითონ საზოგადოებას ჩაერთოს მე მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ თვითონ ფორმატზე თუ როგორ მუშაობს ჩვენი ჯგუფი ეკონომისტების თქვენ იცით რომ გარკვეულწილად პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითაც და მისი ინიციატივათაც ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი და ჩვენ სისტემატიურად ვაყენებთ მას საქმის კურსში თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი მუშაობა აქედან გამომდინარე გარკვეული ზნეობრივი და მორალური მხარეც დაცული გვაქვს ჩვენ ამ გეგმის შემუშავებისას და ამ ჯგუფში ყველა შეუძლია მობრძანდეს არიან ცნობილი ეკონომისტები, ექსპერტები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა ბანაკებში მოიაზრებოდნენ, მაგრამ იდეა იმდენად მაღალია გარკვეულწილად შეიძლება პოლიტიკურ ამბიციებზეც და ხშირ შემთხვევაში პირად ამბიციებზეც, რომ ამ იდეის ქვეშ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ცივი საინტერესო ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩაბმულნი და მომავალში თავაზობთ ასეთ სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საუბარი არის ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე და ასე ვთქვათ დაპურებული და დასაქმებული მოსახლეობის შექმნაზე საზოგადოებაში და ქვეყანაში აი ამ საკმაოდ მაღალი იდეის ქვეშ თურმე არსებობს შესაძლებლობა რომ პირადი და პოლიტიკური ამბიციებიც გვერდზე გადადონ ადამიანებმა და პროფესიონალურად მიუდგენ საკითხს. ბატონ გიორგი, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს იმას, რომ ქვეყანას რეალურად არ აქვს ეკონომიკური განვითარების პროგრამა და ის რაც არის მთავრობის პროგრამაში ჩადებული, იმ პროგრამაში, რომელიც ამ წლის იანვარში გამოაქვეყნდა გურგენიძის სახელმა კაბინეტმა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უფრო თეზისებია, ვიდრე რეალური სამოქმედო გეგმა. თქვენი ინიციატივაც ერთგვარად ამ მიზეზით ხომ არ იყო განპირობებული, რომ რეალურად არ იყო ქვეყანის სამოქმედო პროგრამა. დიდი მადლობა კითხვისათვის. ასევე შეიძლება ითქვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პლატფორმაზე და მათ გეგმებზე, რომელსაც მე საკმაოდ დეტალურად გავეცანი, ასევე გარკვეული ექსპერტების ინიციატივებსაც ვადევნებდი თვალყურს. და რა გამოიხატა რეალურად რომ არსებობს იდეები აი თეზისების დონეზე და არის კომენტარი რომ თუ ეს იდეები განხორციელდება ჩვენ მივიღებთ აი ამ შედეგს მაგრამ რეალურად კლასიკურად თუ გვინდა რომ გეგმა განხორციელდეს აუცილებლად ამ გეგმაში უნდა იყოს დეტალურად გაწერილი განხორციელების გზები ანუ პრობლემების გადაჭრის გზები თუ არ იქნა მითითებული იქ ბუნებრივია რომ იმ შედეგამდე ვერ მივალთ რაც არ უნდა პროგრესული და ჯანსაღი იდეა იყოს და სხვა აი ეს არის განსხვავება ჩვენი გეგმისა სხვა იმ გეგმებში, თუმცა რა თქმა უნდა, აწ უკვე დაწერილ გეგმებს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რეალურად აი ეს განსხვავება იქნება, რომელიც არამხოლოდ ასე ვთქვათ, თხრობითი ხასიათის იქნება, არამედ გამოხატული იქნება ციფრებით და კონკრეტული სცენარებით, დაშვებებით და კონკრეტული მაგალითებით თითოეულ დარგში. ბატონ გიორგი, პრესაში თქვენ საუბრობთ ამაზე, რომ დღევანდელი ვითარების ორი რადიკალური შეფასების ორი რადიკალური ტენდენცია გამოკვეთილი. ნაწილი ძირითადად ხელისუფლება და სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ქვეყანაში შედარებით შენარჩუნებულია სტაბილური მდგომარეობა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ ყველაფრის ფონზე, ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე არის კატასტროფის პირას. თქვენ პირადად, როდესაც გამოდიხართ ამ ინიციატივით, ათვლის რა წერტილიდან იწყებთ მუშაობას? დიდი მადლობა. აი ზუსტად შეიძლება ითქვას ეს ეკონომიკური შეფასებისას ისტორიულად ესე არის თუ დაუშვათ ეკონომისტი არის ხელისუფლებასთან ასოცირებული ეს მე არ ვიძახი ბოლო 5 წლის განმავლობაში ის ისტორიულად ვიძახი ეს ეკონომისტები ამტკიცებენ რომ საქართველოს არის მეორე დუბაი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხოლო რადიკალურად განწყობილი ეკონომისტები იძახიან რომ ეს არის სომალი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ პოლიტიზირების ნაცვლად პროფესიული აზრი ჩამოყალიბდეს თუ რა არის და რა უნდა იყოს რათა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აი ამ საკმაოდ მოცულობითი პრობლემების გარშემო ესე ვთქვათ წინ რომ დგევართ არ მოხდეს მოსახლეობის რაღაც ასე ვთქვათ პანიკაში ჩავარდნა და ასე შემდეგ. პირიქით დღეს საზოგადოებას და სხვათა შორის პოლიტიკურ სპექტრს ძალიან დიდი შანსი აქვს რომ აი დიდი პრობლემის წინაშე გაერთიანდეს და ეს ისტორიულად ჩვენ ვიცით საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, როდესაც ქვეყანას დაუდგებოდა დიდი პრობლემა და თუ დაუშვათ ადრე იყო ეს რაღაც მტერი, დღეს შეიძლება ეს იყოს მსოფლიო კრიზისი, ეს პრობლემა არის, საზოგადოებრივი პრობლემა, არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა. და ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ საზოგადოებას და პოლიტიკური ასე ვთქვათ სპექტრის გაერთიანდეს ამ პრობლემის წინაშე და შესაბამისად თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეიძლება ოპოზიციურსაც აქვს
გადაჭრის გზები და ეკონომიკური ხედვა, აი ზუსტად ჩვენი ინიციატივაც ამას ემსახურება, რომ მობრძანდნენ. თქვენ პირადად რას ფიქრობთ, ბატონ გიორგი? რა ვითარებაა დღეს რეალურად? ზოგი განსხვავებული პოზიცია, რომელიც მე დღეს არც თუ ისე იოლი ვითარებაა და ალბათ შეფასებისას თითოეულმა ადამიანმა უნდა იგზნოს პასუხისგებლობა. თუ როგორ ახასიათებს დღევანდელ სიტუაციას, თუმცა რა თქმა უნდა ღმერთმა დაიფაროს, რომ ის იყოს გამოუვალი სიტუაცია, უბრალოდ მნიშვნელოვანია გარკვეული პრევენციული ღონისძიებები გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ მომავალ წლის გარკვეულ პერიოდში უმუშევრობის ასე ვთქვათ კიდევ უფრო ზრდა და შესაბამისად საბანკო სისტემის კრიზისი. ეს არის ორი ძირითადი ასე ვთქვათ ფაქტორი, რომელზეც ძალიან სერიოზულად უნდა იფიქროს მთავრობამ იმისათვის, რომ მე სრული ასე ვთქვათ რყევა არ მოხდეს ეკონომიკაში. ბატონ გიორგი, უმუშევრობა ყველაზე მთავარი პრობლემა დავარქვათ ასე ქვეყნისთვის. ეკონომიკის სფეროს ექსპერტების ნაწილი იმასაც პროგნოზირებს, რომ ეს პრობლემა არათუ შემცირდა, არამედ ძალიან მწვავედ დგას ქვეყნის წინაშე და შესაძლოა მომავალი წლიდან ათობით ათასი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. მე არ ვიცი ჩვენი გადაცემის ფორმატი რამდენი ხნის ასე ვთქვათ საშუალებას ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე წუთი. დიახ, ამიტომ მე შევეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ. ამ პრობლემასთან დამკლავება თქვენ როგორ წარმოგიდგენთ? სულ საქართველოში არის 2.800.000 შრომის უნარიანი ადამიანი, აქედან დასაქმებული არის 1.700.000 ადამიანი. ხოლო 1.700.000 ადამიანიდან დაახლოებით 700.000 არის თვით დასაქმებული. ანუ პრინციპში მათ გარკვეული სტაბილური სამუშაო შეიძლება ითქვას არ აქვთ. მაგრამ მეორეს მხრივ და თქვენ როგორც ბრძანებთ არის რა თქმა უნდა საშიშროება რომ უფრო გაიზარდოს ეს ასე ვთქვათ რაოდენობა, მაგრამ ოთაშორის საბანკო სფერო როდესაც ახსენეთ იყო ამაზე საუბარი კრიზისის პერიოდში, რომ საბანკო სფეროდანაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი დარჩა მოსალოდნელი არის, თუმცა გეუბნებით, რომ აი ამ კრიზისის პერიოდშიც და მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ დიდი თანხები გამოყო ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და დიდ თანხებს დიდად დახვედრა უნდა, შეიძლება ითქვას და სწორად განსაზღვრა უნდა პრიორიტეტების და წარმოედგინეთ ამ მომენტშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიწეროს ეს თანხები პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. მოკლედ აგიხსნით, რასაც ნიშნავს. სამწუხაროდ პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია ძირითადად არის იმპორტის ხარჯზე ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივი წარმოება არის ძალიან ასე ვთქვათ სტრუქტურაში ძალიან მცირე წილი უდევს ისეთი პროდუქციაზე მაქვს საუბარი, როგორც არის კარტოფილი, ხორბალი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, მაკარონი და ბურღულეული, ბოსტნეული და ასე შემდეგ, ხო? ძირითადი ნაწილი არის იმპორტირებული. აი ხა ძალიან დიდი შესაძლებლობა არის თუ დაფინანსება იქნა, რომ უკვე გაზაფხულზევე დავიწყოთ ჩვენ გააქტიურება ჩვენი სიმძლავრეების სოფლის მეურნეობის დარგში და ადგილობრივი წარმოების დარგში, რასაც შევაჩეროთ იმპორტი, რომ არ მოხდეს ინფლაციური პროცესების გაძლიერება, ავაღორძინოთ გარკვეული დარგები, სახელმწიფოს ინიციატივა უნდა იყოს, იმიტომ რომ ესმის, რომ დღეს პოლიტიკა ეკონომიკაში არის ლიბერალური, თუმცა ლიბერალური ეკონომიკა ეს არის ფუფუნება, შეიძლება ითქვას ეკონომიკის და ჯერ იმდენად რთული გამოცდების წინაშე ვდგევართ, რომ ჯერ მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სახელმწიფო ჩარევები არსებობდეს ალბათ იმ დარგში და წარმოედგინეთ, რომ ადგილობრივი წარმოების სიმძლავრეების გაძლიერების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ალტერნატიული დასაქმების საშუალებებს, ანუ თავისუფალ ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევამცირებთ ექსპორტს, იმპორტს უკაცრავად და შევქმნით ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ პროდუქციას იმისათვის, რომ არ მოხდეს თანხების გადინება. წარმოედგინეთ. ძალიან კარგი ბატონ გიორგი, მაგრამ როდიდან შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს? ეს მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გეგმაში, ქართულ გეგმაში ეს საკითხები არ დგას, მინდა კიდევ ერთხელ განვარტო, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ხა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე, პირიქით, თუ ვინმე რაიმე აზრი გააჩნია, ამუშავებს მთავრობა, პარლამენტი მუშაობს და თუ ვინმე სურვილი აქვს, შეიძლება იქ მივიდეს და დიდი სიამოვნებით, რა ვიცი, მეც ჩავერთვები და სხვა ადამიანებიც უნდა ჩაერთონ. ამ გეგმას ექნება სარეკომენდაციო ხასიათი? ქართულ გეგმას? ქართულ გეგმას სამომავლო სარეკომენდაციო ხასიათები იქნება, უბრალოდ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ძალიან სერიოზულად მოხდეს პოპულარიზაცია ადგილობრივი წარმოების და მხარდაჭერა ადგილობრივი მეწარმეების, ვინაიდან თქვენ რო ყიდულობთ თურქულ პომიდორს, ამით თქვენ აფინანსებთ თურქეთის ეკონომიკას და არა ქართულ ეკონომიკას და წარმოედგინეთ იმპორტი
2008 წელს იყო 4 მილიარდ დოლარზე მეტი. ანუ საქართველოსთან გავიდა ეს თანხები და სანაცვლოდ შემოვიდა მხოლოდ მილიარდ 200 მილიონი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საექსპორტო დარგები საქართველოში იყო ისეთ დარგები, რომელთა ფასის შემცირება მოხდა თემ სოფლიოში, ეს არის ფეროშენადნობები, ჯართი, ცემენტი, აზოტოვანი სასუქები და ასე შემდეგ, ანუ რაც იყო საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, იმაზე თემ სოფლიოში დავარდა ფასები და წარმოიდგინეთ, ანუ უფრო ნაკლები შეიძლება შემოვიდეს და იმპორტი კიდე შეიძლება უფრო გაიზარდოს, თუ სასწრაფოდ არ მოხდა ადგილობრივი წარმოების აღორძინება და მე როგორც რიგითი დეპუტატი და მოქალაქე მზად ვარ, რომ უკვე აი ამ სხვა ინიციატივებში ჩავერთოთ, მაგრამ ქართული გეგმა არის მომავალზე ორიენტირებული და ის დღევანდელ კრიზისს და ასე შემდეგ არ განიხილავს. ბატონ გიორგი, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პროგრამა და მთავარი მიმართულება იყო საქართველოს ეღარების გარეშე. ასეთივე იყო მთავრობის პროგრამა, რომელიც მე უკვე ვახსენე ჩვენ საუბარში და ასეთივე მოწოდებით გამოდიოდა ნაციონალური მოძრაობა მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის თქვენ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ის რომ ეს პრობლემა ასევე ძალიან მწვავედ დგას. მოდი ამ მომენტში ვისაუბრებთ ქართულ გეგმაზე. ის რომ ამ მომენტში ეს პრობლემა არათუ შემცირდა, არამედ გამწვავდა და შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად მთავრობის მიერ ამ გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ იყო ეფექტიანი? ალბათ შეიძლება ხა მიზეზებზე საუბარი ცოტა არ იყოს თლათ მართალი, მაგრამ ხა იმდენად მნიშვნელოვანი მიზეზები მოხდა თელ სოფლიოში, რომ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად არგუმენტი არსებობს იმისა, თუ რატო ვერ მოხდა, იცით რომ ეს კრიზისი არ დაწყებულა გუშინ და არ დაწყებულა ზაფხულში, ეს საკმაოდ მწვავედ დაიწყო სადღაც წლის დასაწყისიდან. უბრალოდ თქვენ იცით რომ ეკონომიკურ ასე ვთქვათ შემთხვევებს გარკვეული ტალღისებური ხასიათი გააჩნიათ და არ არის აუცილებელი დაუშვათ თუ დღეს ნიუ-იორკში ბირჟა რაღაც აფეთქდა, მაინც და მაინც ხვალ აისახოს საქართველოში. ეს გარკვეული ცუნამის პრინციპით მოდის და ესე გადმოდის სხვა ქვეყნებზე და ჯერ ჩვენ კიდე არ ვიცით ჩვენთან მოსულია უკვე თუ ჯერ არ მოსულა. და ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ იცით შემდეგ და საზოგადოებაც იცის რომ აგვისტოში რეალურად რა დიდი პრობლემა შეიქმნა და ბუნებრივია რომ ის პრიორიტეტები რაც არსებობდა შეიცვალა იძულებითი პრიორიტეტებით ისეთი როგორიც არის დევნილების დახმარება, მათი დაპურება. სწორედ ამიტომ ხომ არ შეჭერდა ის ერთ-ერთი პროგრამა ღირსეული დასაწყისი, რომელიც ბიზნესისა და მთავრობის ინიციატივით რეალურად ობიექტურად არსებობს, მე არ მიყვარს ახლა რაღაც სუბიექტურად სამხრივად ქება რაღაც ისან ძაგება, მაგრამ ობიექტურად არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი, რატო ვერ შეცვლოდა ხო რეალურად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ დეპუტატი გიორგი გოგუაძე. ჩვენი გადაცემა დღესამით დასრულებულია. პირველი თემა სამშაბათამდე ზუსტად 23 საათამდე გემშვიდობებად ნახვამდის.